პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის არამც თუ რაიმე ტიპის ალიანსი ან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება დაუშვებელი ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ მიგვაჩნია, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ მორალური რეაბილიტაციის საფუძველი შეექმნა ნაციონალური მოძრაობისთვის. მაშინ, როდესაც სხვადასხვა გადაცემების საშუალებით დოკუმენტალურად ფიქსირდება იგივე განცხადებას მოვიყვან სამთავრობო ხარჯებთან დაკავშირებით, ხო? მაშინ, როდესაც ქართული ოცნების მთავრობა ღიად აცხადებს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების კომისია ვერ დაიწყებს მუშაობას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ხაზინაში არ არის საკმარისი ოდენობის თანხები და ამ დროს ვხედავთ, რომ 9 მილიონიანი დანახარჯი შეუძლია გაწიოს დელეგაციამ ერთი კონკრეტული კვირის განმავლობაში, ბუნებრივია ეს არის სწორედ ის საფუძვლები, რომლითაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უბრალოდ კარგავს რწმენას და იმედს 2012 წლის 1 ოქტომბრით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის მიმართ. ეს არის ის ნიჰილიზმისა და პროსტრაციის ხელშემწყობი რეალური ფაქტორი, რაც იგივე ოჯახურ ძალადობამდე, რასაც ოჯახურ ძალადობამდე მივყევართ საზოგადოების წევრები. და ის ფაქტი, რომ დღეს დასადგურებულია სრული უიმედობა ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელიც სულაც აღარ არის ახალი უკვე თავისი დრომოჭმული, ასე თქვათ, პოლიტიკით და ცვედანი და ბერწი პოლიტიკით, ესე ვიტყოდი მე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ უიმედობაში და განსაცდელში აგდებს თითოეულ ჩვენგანს. მაგრამ ეს მეორეს მხრივ არის ძალიან სერიოზული ილუსტრაცია იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც შეეცდებიან სწორედ აი ამ მოტივით გაამართლონ ნაციონალურ მოძრაობასთან ნებისმიერი ფორმის ალიანსი. ლაპარაკია 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ 6 ნოემბერს მანამდე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კიდევ იგეგმება ერთი აქცია, რომელიც არ წარიმართება ქუჩაში, არამედ წარიმართება ერთ-ერთ ოფისში, სადაც ნაციონალური მოძრაობა ასევე შეეცდება იყოს ლიდერი იმ მოსაზრებაში, რომ ვინ ჩვენთან არ არის, არის ჩვენი მტერი. ლაპარაკია პროდასავლური ნატოს სამხედრო პოლიტიკური ალიანსისადმი ერთგულების ნიშნით გამოკვეთილი პოლიტიკური ძალების ერთიან პლატფორმაზე, რომელიც იქნება ფორმალური საფუძველი და საბაბი იმისა, რომ ბევრი ეგრეთ წოდებული არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკური პარტიები უბრალოდ დადგებიან ნაციონალური მოძრაობის გვერდით. როგორც ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს ჯერ კიდევ გასული წლების განმავლობაში. მე აქვე არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი დამწუხრება და ამავე დროს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ცენტრალურ ტელევიზიებში და რომ ნახავთ თქვენ საღამოს ток-შოუები, კარგად ნახავთ სარკმელებში, რომელი პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან ყველაზე უფრო ხშირად, სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური ძალის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ლიდერებს არ ეთმობათ არც ერთი წუთი საეთერო დროის. მე არ მახსოვს, როდის ვნახეთ ქალბატონ ნინო ბურჯანაძე მნიშვნელოვან პოლიტიკურ დებატში, ან თუნდაც მონოლოგის რეჟიმში, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დროის 100%-ის მიხედვით ეთმობათ ან ნაციონალურ მოძრაობას, ან მასთან დაკავშირებულ ეგრეთ წოდებულ არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს. მაშინ, როდესაც ფორმალურად, არაფორმალურად და ყველანაირი შეფასების მიხედვით ჩვენ ვართ სწორედ ის ძალა, რომელმაც მიიღო ძალიან მძლავრი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ფორმალურად კვალიფიციურ პარტიად ჩამოყალიბება მინიმუმ მაინც უნდა აძლევდეს, ვალდებულებას უნდა ანიჭებდეს უბრალოდ მედიას, რომ ეს ძალა წარმოდგენილი იქნას ლიდერების დონეზე, როცა საკითხი ეხება სერიოზული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საკითხების განხილვას. მე ამას ვერ ვხედავ, თქვენ თუ შეგიძლიათ მიმითითოთ ესეთი ქრონომეტრაჟი საეთერო დროით სარგებლობისა, სიამოვნებით ვიხილავდით თქვენთან ერთად და დაგეთანხმებოდით. ასე რომ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა კატეგორიულად გმობს ყველანაირ მცდელობას იმ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის ინიციატივის შეერთებასთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად ნაციონალურ მოძრაობასა და ამ პოლიტიკურ ძალებს შორის ყოველგვარ წყალგამყოფს მოაშორებს და რეალურად გახდის ერთიანი იდეოლოგიური სისტემის პლატფორმაზე მყოფ პარტიებად. ეს იქნება ლუსტრაციის პროცესი და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით საზოგადოებასთან ერთად ამ პროცესის მიმდინარეობას.
დიახ, ანუ ჩვენ 15 ნოემბრამდე ამის თქმა მინდა რომ 15 ნოემბრამდე ვიხილავთ კიდევ ერთ ღონისძიებას, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა გამოვა გარკვეული ესე იგი საკითხების ინიციატორად და იგი შეეცდება 15 ნოემბრამდე მოახდინოს ადაპტირება მის პოლიტიკურ ველში იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც ფორმალურად იწოდებიან არასაპარლამენტო ოპოზიციად. იცით რა, ზუსტად ილუსტრაციის პროცესთან დაკავშირებით მაგიტომაც მაქვს მე ხაზგასმული ესე იგი აქცენტი, რომ 6 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესებს და სწორედ აი დროის ამ მონაკვეთში ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ ვინ არის ალიანსში ნაციონალურ მოძრაობასთან შემდგომი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ფაქტია რომ ნაციონალური მოძრაობა გადავიდა იერიშზე, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა ხან ქვეყნის დასავლეთ კარიბჭესთან, ხან ბაქოში აღმოსავლეთ კარიბჭესთან და იქ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ნაციონალურ მოძრაობისთვის ინსტრუქტაჟების მიცემა ეს სხვა არაფერია თუ არა, ასე ვთქვათ, იერიშზე გადმოსვლის პირდაპირ მცდელობა. და მიხეილ სააკაშვილის შაბათის ინტერვიუ სწორედ ამისი ნათელი დადასტურებაა. მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ 6 ნოემბერს იგეგმება პირველი შეხვედრა ნაციონალური მოძრაობისა მის მხარდამჭერი არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან ერთად. თუ რა ფორმატში იქნება, ამას ვიხილავთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვიწევს ნეგატივში საუბარი იმ ორწლიან განვლილ პროცესზე, რომელსაც პოლიტიკურად გადის ქართული ოცნება. რეალურად ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს მთავარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, რითაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, არამც თუ არ შესრულებულა, არამედ მისი შესრულების რაიმე შორეული პერსპექტივაც არ ჩანს. ამ მხრივ მე ბრალს მდებენ, რომ თითქოს იუსტიციის მინისტრის კალბატონი თია წულუკიანის წინააღმდეგ რაღაცა პერსონალური ინტერესი მამოძრავებს, არამც და არამც მე ახლა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო და განვსაზღვრო, რომ იუსტიციის მინისტრი, როგორც სპოუქსმენი, არის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი ხელისუფლებაში, თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე. მეტადრე იმ ვითარებაში, როდესაც სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენა არის მისი ბაგეთაგან წარმოთქმული პირობა. რომელიც რა თქმა უნდა სამთავრობო გუნდთან შეთანხმებით განხორციელდა. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ხარვეზების დამდგენის სახელმწიფო კომისიის მუშაობას უნდა გადაეწყვიტა არა თქვა რიგითი სისხლის სამართლის საქმეები, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლით ძალითაც ადამიანებს ჩამოერთვათ ქონება, წაერთვათ ფულადი სახსრები, ჩამოერთვათ უმთავრესი, ასე ვთქვათ, ხელშეუვალი უფლებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისა, ხო? რაც ხელყოფილი იქნა წინა წლების განმავლობაში, ელემენტარულად არ შესრულებულა, ვერ შესრულებულა და ძალიან ბანალური მიზეზები იქნა ამისთვის მოტანილი, ხო, მათ შორის ფინანსების უქონლობა ხაზინაში. და დღესდღეობით ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ იგივე ნარმანიას უწყებაში, როდესაც 152.000 ლარზე სახელმწიფო დანამატების სახით არის საუბარი, ეს მხოლოდ არის, ასე ვთქვათ, ერთჯერადი ინექცია, რომელიც უნდა გამრავლდეს მინიმუმ 7 სამსახურის ხელმძღვანელზე, მინიმუმ 10 გამგებელზე, მინიმუმ 4 მოადგილეზე და ჯამში ეს იწვევს 1.200.000-იან გადახარჯვას თბილისის ისედაც ღატაკი ბიუჯეტიდან, რომელიც უნდა ხმარდებოდეს სოციალურ სფეროს, ხო? გარდა ამისა, ხაზინიდან გასული თანხები, რომელიც A კლასის თუ VIP კლასის ფრენებს ხმარდება და რეალურად უნდა ხმარდებოდეს სწორედ იმ ზიანის ანაზღაურებას, რომლითაც ჩვენმა თანამემამულეებმა განიცადეს გამოუსწორებელი ზიანი, რა თქმა უნდა, კრიტიკას ვერ უძლებს და ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც პოლიტიკურ მოუსავლეთშია წასული რეალურად, მოხდეს მისი რაიმე გზით, ესე ვთქვათ, რეაბილიტაცია, მორალური, პოლიტიკური კომპრომისების გზით, ასე ვთქვათ, განხორციელებული გარკვეული რეაბილიტაციის მცდელობა აშკარად სახეზე არის. ასე რომ ნებისმიერი მცდელობა და პოლიტიკურ კონიუნქტურას თუ დავაკვირდებით, დაინახავთ, რომ თუკი ჩვენ ვართ რეალური მესამე ძალა, ხომ, საარჩევნო შედეგების მიხედვით. ბუნებრივია პროცესებში ჩვენ აქტიურად უნდა ვერთვებოდოთ. იქნება ეს პოლიტიკური დებატები, იქნება ეს ტოქ-შოუები, ეს იქნება პოლიტიკური ტიპის ინტერვიუები, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის პოლიტიკური ალიანსის ლიდერები არცად არ იქნენ წარმოდგენილნი ჯეროვნად. რომ არ იქნეს ჩვენი პოლიტიკური პოზიცია დაფიქსირებული საჯარო, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ეთერებში.
უკრაინის დროშებით შეიარაღებული და საუბარია რომ მიდმის თემა არის ისევ აქტუალური რა ინფორმაცია გვაქვს ნაციონალური მოძრაობა გახლავთ ის პოლიტიკური ძალა წარსულში რომლისთვისაც მიზნის მიღწევის საშუალებად განიხილებოდა ყველანაირი შესაძლებლობა. ანუ მიზანი ამართლებს საშუალებას ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სლოგანი ნაციონალური მოძრაობისთვის. დღეს, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ იგივე გიორგი არველაძე გადავიდა ბატკიფშინას პოლიტიკურ პარტიაში, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. თქვათ რა წმინდა წყლის იურიდიულ ასპექტში განხორციელდა ეს მოქმედებები, თუმცა ჩემთვის ნათელია, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ, ასე თქვათ, სამშობლო კონკრეტულ გეოგრაფიულ ჩარჩოებში, იღებენ რა დავალებებს საჭიროების მიხედვით ანხორციელებენ, ასე თქვათ, პოლიტიკურ ექსპანსიას ინდივიდუალურ დონეზე და შეიძლება თქვათ გუშინდელი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს ვიხილოთ, თქვათ, უკრაინის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის რიგებში. ეს აბსოლუტური, ისე თქვათ, მარტივმტკიცებულების დონეზე შეგვიძლია განვიხილოთ. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე პროცესები შესაძლებელია იქნეს გადამდები და ამის მცდელობა ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას და სწორედ ამისი თვალნათელი მაგალითია თავისუფალი ზონის ბოლოდროინდელი გააქტიურება. როდესაც საცდელ ობიექტად იქნა გამოყენებული ერთი ჟურნალისტი, ერთი კონკრეტული მედია საშუალების წარმომადგენელი, რომელზეც განმეორებით იქნა განხორციელებული თავდასხმა და ეს ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ მოხდეს ზონდირება საზოგადოებრივი აზრისა, მოხდეს შეგუება და შემდგომში განხორციელდეს ერთიანი ძლავრი, ასე თქვათ, შეტევა საზოგადოებრივ აზრზე. და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში სამწუხაროდ ქართული ოცნება არის არ თამაშობს უკანასკნელ როლს.